რაიონული ორგანიზაცია გვაქვს ყვარელში, მივიდნენ და კატეგორიულად მოსთხოვეს, რომ აი ეს ხელშეკრულება, რომელიც ხელთ მიჭირავს და რომელიც არის ხელმოწერილი, გაეუქმებინა. მე პირდაპირ ვაცხადებ და ხელისუფლებასაც მოუწოდებ. აი ესეთი რეჟიმები, აი ესეთი ზეწოლები, აი ესეთი არ ვიცი, ფაშისტური ქმედებებისთვის ბევრი აღარ დარჩა. ჩვენ პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო. ყველა ღონეს ვიხმარებთ. აი ამ ოფისიდან რომ არ გამოვიდეთ. აი ამ ხელშეკრულებაში, რომელსაც აცერს მე პატრონი ხელს, აღნიშნულია ის, რომ ერთი თვის ვადაში, უпроსორეთ ერთი თვის ვადით ადრე უნდა ასე ვთქვათ გაგვაფრთხილოს. მიუხედავად ამისა, კატეგორიულად მოსთხოვეს ატეიშვილის და ვერულაშვილის კლანმა, რომ აი ეს ოფისი ჩვენ დაგვეცალა. ჩემთვის გასაგებია ის, რომ პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო სერიოზულ პრობლემას უქმნიდა და შეუქმნის აი ამ რეჟიმს, რომელი რეჟიმის წარმომადგენლებიც არიან აი ეს ბატონი ატეიშვილი და ქალბატონი ვერულაშვილი. მიმართავ ხელისუფლებას, თქვენი საშუალებებით მიმართავ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მიმართავ აკრედიტირებულ დიპლომატებს, ელჩებს საქართველოში. აი მიაქციო ყურადღება. სულ რაღაც 2 თვის წინ ვიქირავეთ ერთ-ერთი ყვარელში მაცხოვრებელის იოსებ ვარამიშვილის ფართი, რომელზეც დაგვთანხმდა. მე თავიდანვე განუმარტე მას, რომ შეეტყობინებინა რაიონის ხელმძღვანელობისთვის წინააღმდეგობა შეექმნებოდა თუ არა. მან მითხრა, ჩემი ქონება ესა, ჩემი პირადი ნება გავაქირავებ თუ არა. გუშინ მთელი დღე გავატარე ოფისში, ბანერები გამოვაკარით და არ ვიცი ვინ აიარეს, ჩაიარეს ქუჩაში, რომ დაინახეს, მანამდე იცოდნენ, რომ იქ ოფისი იყო და ვინც შემოვიდო და დასალაპარაკებლათაც კი რომ შემოსულიყო, იქიდან ეჭვებით იყვნენ დაავადებულები და უკრძალებდნენ რისთვის იყვნენ შემოსულები და გუშინ მთელი დღე გავატარე იქ და უკვე შემხვდა კიდეც ეს პიროვნება დამელაპარაკა რამე, არაფერი მსგავსი არ უთხრია. საღამოს 10 საათისკენ დამეკონტაქტა ტელეფონით, რა თქმა უნდა და მითხრა, რომ უნდა დაგვეცალა ოფისი დღეს. მითხრა, არ შემიძლია მე ვეღარ დაგთანხმდებითო ამ ოფისის გაქირავებაზეო და თქოთ რომ დაცალოთ, რა თქმა უნდა ეს ზეწოლით მოხდა ალბათ და ეს პიროვნებებს არ ასახელებს. თავისუფალი საქართველოს წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება, რომ ვერულაშვილის და ატეიშვილის კლანმა გაიძულათ, რომ მათთვის ოფისის მიქირავებაზე უარი გეთხოვა და დაგეცლევინებინათ ოფისი. თავისი არაფერი არ ქონია შეფრთხილება. თვითონ არა გვაქვს სურვილი გენაცვალე. სურვილი გვაქვს რესტორანი გავხსნათ გენაცვალე და იმიტომ მე ხლა 10 დღეში უნდა რესტორანი გავხსნათ და მინდა რომ დაცალო.